გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ქართული ოცნების ხელისუფლებას რეჟიმი უწოდა. აქამდე მხოლოდ ცალკეული ევროპარლამენტარები ან პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მიმართავდნენ მსგავს ტერმინოლოგიას, თუმცა ამჯერად ეს შეფასება ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურის მაღალჩინოსანმა ევროკომისარმა გააკეთა. მან გუშინ დებატებზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. მარტა კოსმა ასევე თქვა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. The Georgian Dream regime has launched its most dramatic crackdown. საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითი დღე ირღვევა. ქართული ოცნების რეჟიმმა მძიმე რეპრესიები დაიწყო ევროკავშირის მომხრე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი დააკავეს. ხელისუფლება აგრძელებს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, ხოლო რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ქართულ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. მომავალ კვირას საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს ქართული ოცნების მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. დემოკრატიული სტანდარტების ამჟამინდელ უკუსვლაზე საპასუხოდ ყველა ვარიანტი განსახილველად უნდა დარჩეს. ამავდროულად გაფართოების სამუშაო ჩარჩოს მიღმა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობა უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიისა და რეგიონული კავშირის კონტექსტში. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიას ეკისრება. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებს ენიჭებათ და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზების გამო აკავებენ. საერთაშორისო არენაზე ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაციის საჭიროებაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა მალგოჟეტა გოშევსკამაც. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ქართული ოცნების რეპრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს სხვა ევროპარლამენტარებმაც. The full responsibility for the possible suspension of Georgia's visa-free regime lies with Ivanishvili and his party. სურს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიას ეკისრება. უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებს ენიჭებათ და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზების გამო აკავებენ. საქართველო მთელს ევროპას ადარდებს. რეჟიმი მცდარად ირწმუნება, რომ ქართველი ხალხი არავის ადარდებს. ცოტა ხნის წინ 8 ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაშია. საქართველო უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს აშორებენ და ეს ქართველი ერის ამბიციებსა და სენტიმენტებს ეწინააღმდეგება. საერთაშორისო არენაზე ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონტაქტის შენარჩუნება გვჭირდება. ასევე ინდივიდების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე გვჭირდება ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ხარდასაჭერად. If you're looking for a definition for democratic backsliding, you can forget the dictionary. You can just look at what Georgian Dream has been doing to its own population over the last few years. დემოკრატიული უკუსვლის განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ. შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს ქართული ოცნება თავის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელი. ოცნება დაშინების, დეზინფორმაციისა და манипуляციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვას-სიტყვით იყენებს. მოდით სრულიად ცხადები ვიყოთ. ეს არა შორეული ან აბსტრაქტული პრობლემა, არამედ პირდაპირი გამოწვევაა თავად ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის. დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, ქუჩაში ნაცემი ოპოზიციონერებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მილიონობით ჩვეულებრივი ქართველისთვის, სტუდენტებისთვის, მედდებისთვის, ფერმერებისთვის, მუშებისთვის, მასწავლებლებისთვის, საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, რომელთაც მაინც სურთ ევროპული მომავალი, რომლებსაც მაინც წამთ თავიანთი თავისუფლების და რომლებიც მაინც უწევენ წინააღმდეგობას ხელისუფლებას და 200-ზე მეტი დღის შემდეგ მაინც აპროტესტებენ. We remain unprepared in the face of anti-democratic backsliding and other challenges. ხედვისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე მოუმზადებლები ვრჩებით ანტიდემოკრატიული უკუსვლისა და სხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც საქართველოსა და რეგიონს გააჩნია. კრიზისის მენეჯმენტს უნდა გავცდეთ, უფრო დიდ სურათზე უნდა ვიფიქროთ. შავი ზღვის სტრატეგია, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ მომავლის საქართველოს ხედვის რეგიონულ პრიორიტეტებთან თანხვედრა მოვახდინოთ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია, თუ დემოკრატია დასრულია, თუ ოპოზიცია რეპრესირებული არ არის და კი ორივეს გაკეთება შეგვიძლია. გეოპოლიტიკურები ვიყოთ და რეპრესიას შევეწინააღმდეგოთ. დაპატიმრებულებისთვის და ყველა სხვა ქართველისთვის ვილაპარაკოთ, რომლებიც ევროპას თავიანთ მომავლად ხედავენ. შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს და მმართველი პარტია გავაკრიტიკოთ, რომელიც თავად აგრესორის იმიტაციას ახდენს. ეს ბალანსია, მაგრამ ისეთი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის.
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა კრიშტოფ ბრეიზამ განაცხადა, რომ მას სურს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს არ დადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. ევროპარლამენტარის თქმით, მას სურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. ამასთან ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ვიქტორ ორბანისა და ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენლებს სურთ, რომ საქართველო იყოს მიტოვებული. ბრეიზამ მათ მიმართა და უთხრა, რომ ისინი კრემლსა და პუტინზე მუშაობენ. გასულ თვეს მისიით ვიყავი საქართველოში და არ შეიძლება რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობდეთ. ეს რუსული სისტემის, რუსული რეჟიმის კოპირებაა. როდესაც ვიქტორ ორბანისა და ალტერნატივა გერმანიისთვის ხმები მესმის, რომლებიც აქ ლაპარაკობენ, რომლებსაც პუტინის მხარდაჭერა აქვს და რომლებსაც სურთ, რომ ახალგაზრდა ქართველები მარტოდ იყვნენ მიტოვებულები რუსეთისთვის გადასაცემად, ნათლად უნდა ითქვას. თქვენ კრემლსა და პუტინზე მუშაობთ. ქართველებს ვეტყვით, თქვენთან ვართ, გვერდში გიდგავართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც განადგურებენ. ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს მათე დევიძეს პატიმრობის 4 წელიწად ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში. სურს, რომ ამ ქალს თავისი არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს. სურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა. მკაცრი სანქციები გვჭირდება იმათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენენ. ქართული ოცნების მხარდამჭერმა სუვერენულ ერთა ევროპის ჯგუფის წევრებმა დებატებზე განაცხადეს, რომ ისინი ანგარიშს მხარს არ დაუჭერდნენ. მეტიც ეს პოლიტიკური ჯგუფი ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით გადახედოს გაფართოების პოლიტიკას. სუვერენულ ერთა ევროპა ევროპარლამენტის ყველაზე მცირე და ყველაზე რადიკალურად მიჩნეული ჯგუფია, რომლის გაცხადებული პოზიცია ისინი რუსეთს მტრად არ მიიჩნევენ. ევროპარლამენტი საკუთარ თავს მორალურ ინსტიტუტად აღიქვამს, რომელიც პოლიტიკაში სიკეთესა და ბოროტებას განსჯის. უკვე რამდენიმე თვეა. ევროპარლამენტი იმის გამოწუხს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა ის მთავრობა არ აირჩიეს, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა გეგმაში. თვეების განმავლობაში სხვადასხვა კომიტეტები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. ცხადია, ევროპარლამენტის უმრავლესობა სურს საქართველოში მარიონეტული მთავრობა იხილოს, ვიდრე ეს არ მოხდება. ევროკავშირი წინასწარი განზრახვით მუშაობს ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაზე. სწორედ ესაა, რასაც ემსახურება თქვენი ანგარიში. ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად არ ხედავს, ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც კოლონიას. საჭირო არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს სუვერენიტეტს. გაითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციას, იდეას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, ქართული ოცნების მხარდამჭერი სუვერენულ ერთა ევროპის ჯგუფი გააკრიტიკა. იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი იტყვება, როდესაც ამბობს, რომ არავის ადარდებს ქართველი ხალხი. მისი თქმით, სწორედ ამიტომაც მათმა მეგობრებმა კრემლსა და ულტრამემარჯვენეებში ევროპარლამენტს შესთავაზეს შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. რასა იუკნევიჩიანემ დასძინა, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ.